ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი მიქაძე დააკავა. მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია კიდევ ორი პირი. ძმები მიქაძეები, რომლებიც ეგრეთ წოდებული მთაწმინდის საძმოს წევრები იყვნენ, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებულ პირებად და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან. ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც ოცნების დელეგაციებს მასპინძლობდა. ლიუ ძინჩაო ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal და Reuters-ი აღწერენ. ოფიციალური უწყებები ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან. რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბელეზერსკოიე დაბომბეს. უკრაინული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი. ესპანეთში ძლიერი სიცხე ხანძრების მიზეზი გახდა. ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარი ართულებს, ცეცხლის ალი სწრაფად ვრცელდება ტყეების ტერიტორიაზე. რამდენიმე სოფლიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.